როგორია მისი საბრძოლო განწყობაზე ხომ არის? კი, თათი ამყავდა დღეს წაყვანილი. ვნახე მე თქვენი ფოტო სოციალურ ქსელში. ისაუბრეს, მე არ მისაუბრია საერთოდ დღეს თოკოსთან. რაღაცები ისე ვკითხე და ძალიან კარგად ისაუბრეს სამათმა. ორივემ. კი, ძალიან იმედიანად არის. იმედი აქვს იმას, რომ გარეთ იქნება ბრძოლა და ეს არ დასრულდება, იმიტომ რომ ის როგორ ხედავს ამ ბრძოლას? მე არ ვიცი თოკოს დამოკიდებულება, აი გუშინ მაგალითად მათე დევიძის დამ წაიკითხა და თქვა მოსაზრება და სრულ ბოიკოტს და თოკოს მოსაზრება როგორი იყო ამ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? არა, აი წერილებიც გამოგზანა და წერილებშიდაც წერია უკვე იმდენი ისწავლეს ამათმაც ციხეში. რომ ლამის პოლიტიკოსები გახდნენ ეს ბავშვები და მე ვიტყვი ხოლმე რომ პოლიტიკოსიც გამხადეს და ჟურნალისტიც მეთქი ამ რა ქვია მარიონეტმა ხელისუფლებამ. კი, რა თქმა უნდა ეთანხმება და ძალიან ბრაზობს სხვათა შორის ლელოზე უფრო ვიდრე გახარიაზე, იმიტომ რომ გახარიაზე წარმოდგენა ხო, მაგრამ ჯერ ადრეა გაბრაზება, არ ვიცით ბოლომდე პასუხი. ხო, იქიდან მოყოლებული თან ახლა არიან 4-ვენი ერთად ეს ბიჭები და ეტყობ ერთმანეთში საუბრობენ და უფრო მეტად იმეშვება და იმედიანად არის რაც თავი. ერთმანეთს ამხნევებენ ისინი. კი ბატონო, აი თქვენ რა სიტყვით? აი გუშინდელი დღე და განსხვავებული დღევანდელი დღე. გუშინდელი დღე, როდესაც ბევრი ხალხი იყო, იმაზე მეტი ვიდრე აი ბოლო, არ ვიცი, კვირების განმავლობაში ვხედავდით ხოლმე რუსთაველის გამზირზე, სალომე ზურაბიშვილი, მის უკან პოლიტიკური პარტიები, თავად სალომე ზურაბიშვილის გზავნილები და ერთობაზე განსაკუთრებული აქცენტი, თუმცა აი ამის პარალელურად მოშიმშილე პოლიტიკოსები ციხეში და ეს ახალგაზრდების ციხეში და დღევანდელი დღე, როდესაც შიმშილობა შეწყვეტილია და ერთობა არ ვიცი სრული, არასრული თქვენ როგორ ხედავთ, გვაქვს რაღაც გარკვეული სიახლე ამასთან დაკავშირებით. თქვენთვის ეს იმედის მომცემია, რაღაც სიახლის დასაწყისი შესაძლოა გახდეს. მომცემია, მე ახლა აქ გავიგე რომ ელენემ შეწყვიტა შიმშილობა და ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, რომ შეწყვიტა შიმშილობა და თან კიდე პარალელურად რომ ყველამ შეწყვიტა შიმშილობა. ყველამ და ეს პარტიები რა პარტია ახლა სურათს უყურებდი და ვეკითხებოდი რომ ჩერგოლეიშვილიც კი ვნახე მეთქი აქ. გამიხარდა რა თქმა უნდა და ჩემთვის იმედია, იმიტომ რომ მე არა მარტო იმიტომ რომ თორნიკია დღეს ციხეში და ჩემშვილზე ვიტყვი და მასთან ერთად სხვა ბიჭები, მე ძალიან განვიცდი საქართველოს მდგომარეობას. ხანდახან აღარც ვფიქრობ ხოლმე თორნიკეზე, იმიტომ რომ ამისი უფრო მეშინია, რომ ეს ქვეყანა არ დარჩეს ივანიშვილის ხელში. ეს არაფრით არ უნდა მოხდეს და მე ვერ ვიბრძოლებ პოლიტიკურად, მაგრამ აუცილებლად ვიბრძოლებ პოლიტიკოსებთან ერთად. აი არ ვიცი როდემდე რა, სულ მუდამ ვიბრძოლებ და რაც შეგვეძლება ჩვენ ოჯახის წევრებს გავაკეთებთ იმას და სხვათა შორის ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მე მაქვს სხვა ხედვა ვთქვა და გახარიას და ხაზარაძეს აქვს სხვა, მაგრამ ჩვენ რაღაცაში თქვენც წეხან თქვით, რაღაცაში აუცილებლად შევთანხმდებით, აი რაღაცნაირად შევთანხმდებით. შეიძლება ის რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის გასასტუმრებელი, ამასთან დაკავშირებით მათი ხედვები ამაზე ნამდვილად ერთიანები არიან. უბრალოდ ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით არის განსხვავებები. იმეშვება, წდება გული, რომ აი გახარიასთან ერთად აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძე. იმიტომ რომ სხვანაირად უყურებდი მამუკა ხაზარაძის და ბადრის, იმიტომ რომ ამდენი წლები ერთად მოდიან და ერთგულად აკეთებენ საქმეს და არასოდეს არ ყოფილა მათ შორის განხეთქილება. ამიტომ რაღაც გახარიას იმედი მქონდა, მაგრამ დღეს რაღაცა ცოტა ეჭვი მათ ერთგულებაში არავის ეჭვი არ ეპარება ნამდვილად და არანაირი საფუძველი არ არსებობს მათ ერთგულებაში ეჭვის შეტანის. უბრალოდ ისინი სხვანაირად ფიქრობენ ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე ასე იყო, ამ სტრატეგიას სხვანაირად ხედავდნენ და უკვირდებოდა გახარიას უთანხმოება ამ საკითხზეა. ვიდრე მამუკას და ბადრის. მესმის.